პირველ რიგში გამოვხატა მადლიერებას ამ შეხვედრისთვის, ვინაიდან ეს პრემიერის ინიციატივა ძალიან სასარგებლო იყო თითოეული ადამიანისთვის, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრაზე და ასევე გამოვხატავს იმ პატივისცემას, როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენებისთვის, რაც არც ისე იშვიათია და რა თქმა უნდა ეს ძალიან გვიხარია. რაც შეეხება უშუალოდ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებით ამ ახალ სტადიონს, ამ არაჩვეულებრივ პროექტს, ეს დარწმუნებული არ არის მხოლოდ მარტო სტადიონი, ეს არის სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნის, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ჩვენც გვექნება ასეთი სტადიონი, ის არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელზეც დღეს იყო საუბარი, რომელიც რა თქმა უნდა გაცილებით მეც შესაძლებლობას გააჩენს. თქვენ იცით, რომ ბოლო წლებში ის წარმატებები, რაც უშუალოდ ფეხბურთს უკავშირდება, მოთხოვნა გაიზარდა გულშემატკივრების მხრიდან დასწრების კუთხით და არა მარტო დასწრების კუთხით, ანუ ის რომ ჩვენ იმ სტანდარტების თამაშებს უმასპინძლოთ. იყო საუბარი და ესეც არ არის ახალი, ვიცით რომ 20-29 შეიძლება 30 წელსაც ანუ ჩვენ უკვე გამოვთქვათ რეალური პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლოთ. ამ სტადიონის მიღმა დღეს იყო საუბარი იმ დამატებით ინფრასტრუქტურაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან ნამდვილად გვჭირდება ჩვენ ქვეყანაში ახალი სტადიონები, არ არის აუცილებელია ამ ზომის, თუმცა პატარა ზომის სტადიონები, სადაც რეგიონში ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო ჩაერთონ სპორტში, კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში კონკრეტული სპორტის სახეობები და მე როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ ყველა ის პროექტი, რომელიც თითოეულ ჩვენთანგანს, მათ შორის მეც მახარებს და მაბედნიერებს. ეს იქნება მულტიფუნქციური საერთაშორისო დონის მაღალი კლასის სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება. უახლოეს მომავალში უკვე უშუალოდ პროექტზე მუშაობა დაიწყება, 70,000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და რეგიონში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც განხორციელდება.